მე როგორ ხართ მეგობრებო? მე რაღაც ძალიან ისეთ დადებით ემოციებში ვარ, რატო არ ვიცი, მართლა გულწრფელად უმიზეზოდ აბსოლუტურად, მაგრამ იმედია რომ ეს ჩემი რაღაცა გაუაზრებელი თუ უმიზეზო თუ უადრესატო ემოციები თქვენს გადმოგედებათ და თქვენთანაც ისეთ დადებით და სწორ ენერგიებს მოიტანს. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა თვითონ თქვენთაგან სნდობისა და ერთგულებისთვის, არხისტუმრებს მოგესალმებით, ვინც პირველად ხართ ჩემს არხზე და აქვე განსაკუთრებული მადლობა რა თქმა უნდა ჩემი არხის გამომწერებს. ახლა კი ერთ-ერთმა გოგონამ თხოვა რომ რატომ დაბრუნდა ადამიანი წარსულიდან. ეს თემა გაგვიშალეთო. ხო და ნახოთ რატომ დაბრუნდა. აი მოდი ესე სიმბოლოებიც ესე გავაკეთოთ და დასტებით საცორს შემოგთავაზებთ. ვაი და ვიღაცას რომელიღაცა დასტა არ მოსწონდეს, ხო? ზღარბუნიების დასტა და ღამის ფანტაზიების დასტა, პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ნახოთ აბა ჩემო კარგო ადამიანებო, ვისთვის არის ეს გაშლა? უფრო სწორედ ვის უყურებთ, ხო? თქვენი ადამიანი წარსულიდან. ვინ არის? ვინ ბრძანდება? ნამდვილად წარსულიდან არის 6-იანი თასები უკვე ამას გვეუბნება. ხმლების მეფე და პაჟი ხმლების. ადამიანი, რომელიც ძალიან ისეთ ბმაშია, ენერგეტიკულ და ემოციურ ბმაში დღევანდლამდე თქვენთან რაც არ უნდა შორს იყოს, რაც არ უნდა დისტანციაზე იყოს, რაც არ უნდა გაფუჭებული იყოს ურთიერთობა და სიტუაცია, ის მაინც გრძნობს ენერგიებით თქვენს სიტუაციას. არ გამოვრიცხავ აქ, რომ შეიძლება 2 და 3 წლის პაუზის შემდგომაც გამოჩენილი ადამიანები არიან და აი ეს რეაქცია გქონდეთ, ხო? არ ვიცი, მესიჯი რა დაინახოთ, ან ზარი რა დაინახოთ, ვაი დედა, ესეთი მომენტი იყოს, რომ ხო, კარგად ვხედავ, შეიძლება ვიღაცას ნომერიც აღარ გქონდეთ და უცებ გითხრათ, რომ აი ის ვარ და აბსოლუტური ისეთი ემოციური არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ შოკი მიიღოთ, ხო, რომ აი ხომ მშვიდობა მაქვს მე პირველ რიგში, ხო? ჯერ საკუთარ თავს დაუსვათ ეს შეკითხვა და მერე სხვას. ადამიანი, რომელიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე შეიძლება ეჭვიანობდა კიდეც, შეიძლება ბრაზდებოდა კიდეც საკუთარ თავზეც თქვენზეც, მაგრამ ასეა, მე ხმლების მეფე ვარ, მე მართალი ვარ, მე სწორად მივიღეს გადაწყვეტილება, მე, მოკლედ ამ ჩემი მეს გარშემო რო ტრიალებდა, საკუთარი მეს გარშემო უფრო სწორედ ეს ადამიანი არ გამოვრიცხავ გაცილების ზღვარზე იყოს ოჯახთან, ან გაცილებული იყო ეს ადამიანი, ყოველ შემთხვევაში რაღაცა წარსულთან არც უმთლად ჰარმონიული ურთიერთობები ქონდა და ასევე გეტყვით, რომ შეიძლება ვიღაცა არ ვიცი, ხო, ფორმიანი ადამიანიც გახლდეთ, ან აი ვისაც რაღაცა ხელობასთან აქვს კავშირი რაღაც იარაღებთან და ასე შემდეგ. ნახოთ ახლა, რისთვის გამოჩნდა ეს ბატონი ან ქალბატონი? რა უნდა, რისთვის მოვიდა, ერთად ამობრძანდა 4 არკანი. რა უნდა? არჩევანი, ფარული, კი არა და ქრუმი ქალი, 6-იანი ხმლები და 5-იანი კვერთხები. მოკლედ, მეგობრებო, რა უნდა და გეტყვით. ამას ქონდა თავის დროზეც არჩევანი. ამისთვის თქვენ ძალიან დიდი ალბათობით, მამაკაცები მიყურებთ თუ ქალბატონები, არ აქვს მნიშვნელობა. ბრძანდებოდით ფარული ურთიერთობის წარმომადგენელი. ადამიანი თქვენგან მერე ისე გაიპარა და ისე წავიდა, შესაძლოა რომ, გადაწყვიტა რომ არა, აქ არა, იქ ჯობია, აქ ცოტა საშიშია, იქ უფრო მშვიდად ვიქნები, რაღაცა საკუთარი ბარიერები, თვითცენზურა, ჩიხები მოიფიქრა, მოიგონა, გამოიგონა, ან რეალურად იყო ეს ყველაფერი და მოკლედ მე მიხვდა რომ ეს წასვლა არასწორი იყო. ვინ არ ნახა სხვა ვიღაცეებიც კი, აი აჰა, კლასიკური სამკუთხედი, ბატონებო თავისით გადმოფრინდა, თქვენი თვალით გიხედავთ. როგორი ცუდად ვიყავიო მეო ამ ადამიანის გარეშეო, აი ნახეთო, ესე იგი გრძნობებით ვდუღდი და გადმოვდუღდი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდიო. ახალი დაწყება მინდოდაო, ვერ ვბედავდიო, ეს თავის წარმოდგენებში ფიქრობდა, ასე გავიპარეო და ვიციო რომ მეო ძალიან ცუდად გავიპარეო და ძალიან არასწორად მოვეკეცი ამ ადამიანსო, მაგრამ თავის წარმოდგენებში ეს იმასაც ფიქრობდა, რომ თქვენ უკვე სხვა ადამიანიც გყავდათ, თქვენ უკვე დალაგებული, დამშვიდობილი დავარცხნილი ცხოვრება გქონდათ, გარკვეული პერიოდი იკავებდა თავს, მაგრამ მერე ვეღარ, ციკლი დასრულდა, კარმამ უწია, ცოტა თავში შეიძლება წამოარტყა და მერე ასე იმპულსურად მოვიდა თუ გააზრებულად მოვიდა.
არა, იმპულსურად. ჰაერზე არ მithქვამს ეს სიტყვები, ასე უცებ მე ვიმსახურებ. მე დავიწყებული არ ვიქნები. როგორ შეიძლება რომ მე დავიწყებული ვიყო ესეთი მაგარი, ესეთი ძლიერი გოგო ან ძლიერი ბიჭი ხო, ესეთი ლამაზი, ესეთი ჭკუიანი და გადაწყვიტა რომ ესე იმპულსურად უცებ მოდი შევამოწმებ. გავტესტავ სიტუაციას, რა შვება, როგორ არის. და დაბრუნდა ესე. ოღონდ ახლა გეტყვით მეგობრებო. ერთი რამე იცოდეთ, ეს ადამიანი არ არის ჯერ კიდევ თავის თავთან ჩამოყალიბებული. არ არის, აი მოვიდა, შეიძლება იცით რა გამოჩნდა, მოგწერათ, მე ორი დღე დაიკარგა. მე ისევ რაღაცა ერთი წინადადებით გამოჩნდა, ისევ დაიკარგა. და თქვენ თვითონ ემოციურ ახალ საქანელებში გაგდებთ რა. ოღონდ არ გაბედოთ არც ბიჭებმა და არც გოგოებმა ამ ადამიანთან სერიოზული ურთიერთობა, იმიტომ რომ თქვენ იგივე ციკლში ჩაგაგდებთ. ადამიანი, რომელიც 2-3 წლის მერე, თუნდაც 6 თვის მერე მოდის თქვენთან და არ იცის რითი მოდის, კონკრეტული შემოთავაზება არ აქვს და კონკრეტული ჩამოყალიბებული, ვერიფიცირებული აზრი არ აქვს, ხო? თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით, ის იგივე სიტუაციაში გაგდებთ დამიჯერეთ. იგივე ემოციურ საქანელებში და უკაცრავად, მაგრამ თავის გზააბნეულობით თქვენს გზააბნეულ სიტუაციაში აღმოგაჩენთ. რას მოგიტანთ ეს ურთიერთობა? ღირს გაგრძელება, ღირს დაჯერება? გავიგეთ რა ტრანსფორმაცია. არა, მეგობრებო, აი, გეუბნებით რა, ვიტყვი და მერე მოდის არკანებიც. როგორი მომენტი აქვს, გაქვთ იცით? მოვა ეს ბედნიერად, ესე ეგოისტურად, თავის თავში დარწმუნებული, რომ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ მე თასების მეფე ვარ, ოღონდ ბოლომდე თასების მეფე ხო არაფერს არ ამბობს და პასუხისმგებლობებს ნაკლებად იღებს ხოლმე. და ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებების ნახეთ, აი როგორი მე იმპერატორი ვარ, მიხვდით? მე უნდა ვმართო ეს სიტუაციაო, მაგრამ ისევ გზაგასაყარზე შეიძლება დაგაყენოთ და თვითონაც ამ გზაგასაყარზე დადგეს. არ არის ეს ის ადამიანი, რომელიც თქვენ სტაბილურობას მოგიტანთ. მოვიდა უბრალოდ იცით როგორ კიდევ ერთხელ გატესტა, მნიშვნელოვანი არის თუ არა თქვენთვის, აღმოჩნდა უცებ ემოციურ კოლაფსში, არავინ გვერდით აღარ ყავდა, თან როგორი მომენტი იყო იცით თქვენაირ ადამიანს, იმიტომ კი არა რომ ახლა აი მართლა ისეთი ენერგიები მომდის, რომ ვერც თქვენაირ ინტელექტს, ვერც თქვენაირ ემოციურ ჰარმონიას, ანუ ემოციურ თავსებადობას ვერ იპოვიდა ვერსად და ამდენი ხნის მანძილზე ხან იქეთ მიებერტყა, ხან აქეთ მოებერტყა, არ ვიცი, შეიძლება 10-15 ადამიანის გამოიცვალა, როგორც საწოლში ისე კაფეში და არ ვიცი, კინოში სასიარულოდ და უბრალოდ თუნდაც ღამეების გადასატანად სოციალურ ქსელში, მაგრამ თქვენაირი ვერ ნახა ვერავინ და რაღაცა მოენატრა ეხა ეს გემო და მოვიდა. ნუ დატესტავს თუ მზად ხართ რაღაცა პერიოდს კიდე გადაატანინებთ, მიხვდით? დააკვირდით? სანამ ისევ მერე აი ეს რაღაცა არ შემოწმება. არ არის ეს ჩამოყალიბებული, სულ 50 წლის იყოს ეს ადამიანი, არ არის ჩამოყალიბებული, მეგობრებო. ერთი წამით, აი ისევ იგივე. არა, ეს ისევ გაგყვლეფავთ ემოციურად რა, მოდით ამას გეტყვით. ისევ რაღაცა ჩიხებში ჩაგაგდებთ, აგერ ემოციურ გაურკვევლობებში თქვენ თვითონ რომ მე ვერ მიხვდებით რა უნდა და ისევ აი კოშკის არკანით, ისევ ახალი ტრანსფორმაციის და ახალი ციკლის და ცვლილებების წინაშე დაგაყენებთ. ნუ რა ვქნა. რაც მაჩვენა არკანებმა, ეს იქით გადამიდია, მაგრამ ნუ პირველი ვარიანტი დასრულდა, რაც მაჩვენა. ეს არის ჩემო კარგო ადამიანები. ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. რისთვის მოვიდა ადამიანი? უცებ რამდენიმე არკანით გადავხედოთ ვინ არის. სიკვდილის არკანი, ადამიანი რომელიც და განდგილის არკანი, რა საინტერესო კომბინაცია მომცა მეგობრებო. ძალიან ისეთი სიღრმისეული დახასიათებით მოვიდა ეს ადამიანი. ნახეთ, შესაძლოა თვითონაც ვერ აღიარებს, მაგრამ შინაგანად ძალიან დიდ ტრანსფორმაციის პროცესებს გადის ან გაიარა უკვე. შესაძლოა სერიოზული ემოციური პრობლემები ქონდა, რომელთანაც ძალიან ისეთი მდგრადობა გამოიჩინა და ახალი ცვლილებების საწყის სიტუაციაშია, მაგრამ მას აქვს ძალიან დიდი შინაგანი სამყარო,
ბევრს არ ვლაპარაკობს, მოქმედებს ღრმად. შეიძლება დისტანციური მოგეჩვენოთ და ცივი, მაგრამ შინაგანად აბსოლუტურად სხვანაირი იყოს. ეს არის აი ერთგვარი შინაგანი მეგზური, ერთგვარი არ ვიცი, საკუთარ თავთანაც რომ იგიყვანთ, თავის თავთანაც რომ დაგაახლოვებთ, ყველაფერს რომ დაგანახებთ სხვადასხვა ფორმით, ხო? აი ერთგვარი არ ვიცი როგორ გითხრათ, ტრანსფორმატორი და მენტორი რა. მთელი ცხოვრება საკუთარ თავთან რომ მუშაობს, შეიძლება უეცრად გაწყვიტოს კავშირი, როცა გრძნობს რა ეტაპი დამთავრდა, ახასიათებს ეს ამას. შეიძლება ვერ გაუგონ, რადგან ის რაღაცა უფრო სიღრმისეულად უყურებს ყველაფერს და ტკივილის გარეშე არ შეუძლია განვითარება. აი ხომ არიან ცოტა მაზოხისტი ტიპები, ეს რაღაცა ეგეთ ადამიანს მაჩვენებს და მაგონებს და თუ ამ ადამიანთან ხარ, უნდა მიხვერა მოკლედ მის ცვლილებს და არ უნდა დაგაფრთხოს მის მასიჩუმე. მან უნდა იცოდე, რომ ეს რაღაცა პერიოდები ამას შეიძლება ყოველთვის ახასიათებდეს და სჭირდებოდეს ხოლმე ესე გასვლა და საკუთარ თავთან განმარტოება და საკუთარ თავთან რაღაცეებზე ფიქრი და რაღაცების გამრკვევა. ნახოთ ახლა ეს ადამიანი რატომ მოვიდა. რისთვის დაბრუნდა, რა უნდა თქვენგან. რა უნდა თქვენგან. აქაც ისევ კარგით რა. აქაც არ ვიცი რაღაცა როგორი ენერგიები მოდის, იცი, აღარ მინდა ყველაფერს დავარქვარო, ის არის სხვა დასტა აბსოლუტურად, ხო? ვერ ვიტყვით ვერავინ რომ იგივე არკანები მეორდება იმ დასტის, მაგრამ ფაქტია რომ იგივე არკანები ამოდის აქაც. ნახეთ, აქ თალსახად იყო არჩევანის მომენტი, აქ კიდე უფრო პირდაპირ ჩანს რომ აქ იყო გათხოვილი ადამიანი, ან დაოჯახებული მამაკაცი, რომელიც იქაც პირველ ვარიანტს არ ვიცი, შეიძლება მეორე ვარიანტსაც პირველი ვარიანტი უყურებთ, იქაც 7-იანი ხმლები იყო და გაპარული ადამიანი იყო, რომელიც არ ვიცი, შეიძლება არც ხო გითხრათ და არც არა და საერთოდ არც კი დაგემშვიდობათ და ისე გავიდა და გაურკვევლად დაგაპაუზად და ოღონდ მთელი ამ ხნის მანძილზე რაღაცა დაკვირვების მომენტში იყო თქვენთან დაკავშირებით. მილიონჯერ წაიქცა, მილიონჯერ დადგა ფეხზე, მილიონჯერ ჩამოემსხვრა თავისი ემოციები. ეხლა რისთვის მოხვედი, გავიგეთ ეგ ყველაფერი, მაგრამ ეხლა მოვიდა იმისთვის რომ მოენატრეთ, მოვიდა იმისთვის რომ აი ტკივილებს და ტვირთებს ვეღარ გაუძლოთ თქვენი სასიცოცხლო ენერგიის გარეშე. თქვენგან ეს ადამიანი საოცარ ენერგიებს იღებდა, ერთგვარი ენერგოდონორი იყავით მისთვის, ერთგვარი მაცოცხლებელი იყავით მისთვის და ახლა ხვდება რომ ისევ ჭირდება თუნდაც მცირედი წვეთი იმ ენერგიის იმისთვის რომ ფეხზე დადგეს. მიხვდა რომ ამ ორი გზიდან ერთ-ერთ გზაზე აუცილებლად უნდა წასულიყო, რომ გადარჩენილიყო და არჩია ის გზა, სადაც ცეცხლია, სადაც სითბოა, სადაც არ ვიცი ბედნიერება, სადაც სტაბილური ემოციური ფონია, ნახეთ. მაგრამ თქვენ შეიძლება ძალიან ისე ცივ ენერგიებში შეხვდით და ეს ძალიან არ მოეწონა, ძალიან დაითრგუნა. აქ არ ვხედავ რომ დიდად გააგრძელეთ თქვენ ურთიერთობა, აქ მგონია რომ ძალიან ისეთი მოზომილი პასუხები მიეცით. ხვდებით რომ ერთი ციკლი დასრულდა და ეს ადამიანი მეორე ციკლს თუ დაიწყებს, ეს უნდა იყოს საბედისწერო, ეს უნდა იყოს ან ბედით მოსული ადამიანი და გააგრძელოს სწორი ფორმა და თქვენ მართლა რეალური ბედი მოგცეთ, როგორც ვიტყვით ხოლმე, ან არა და უნდა წავიდეს ისევე თქვენ ძალიან კარგად გაქვთ გააზრებული, ან მომეციმე ყველაფერი, ემოციებიდან დაწყებული, სტაბილურობით დამთავრებული, ან არა და უკაცრავად წადი შენს ჩიხებში ისევ, ხო და შენს თავს მიხედე. ძალიან სწორი მიდგომა გაქვთ, შეიძლება ძალიან გიჭირთ კიდეც 6-იანი თასებით, თქვენც გაქვთ ნოსტალგია, თქვენც გაგიხარდათ, შეიძლება ხელიც აგიკანკალდათ, აიღეთ ტელეფონი მილიონჯერ და რაღაცის მიწერა გადაწყვეტეთ, მაგრამ მე ისევ გაჩერდით, იმიტომ რომ გაგახსენდათ, როგორ ემოციურ საქმიანობაში გაგდებდათ თავის დროზე, ხო? აუ, ძალიან მაგარი ენერგიების ადამიანები მიყურებთ, მამაკაცები იქნებით თუ ქალები არ აქვს მნიშვნელობა, არა და თქვენ შეყვარებული ხართ, თქვენც გიყვართ. კაი. რა კი ეს ბედისწერის ბორბალი და სამყაროს ბორბალი ერთად ამოვიდა და ეს არის ძალიან ძლიერი და სიღრმისეული კომბინაცია. ერთი არკანით მითხარი, ღირს ამ ურთიერთობის გაგრძელება და ამ ადამიანის დაბრუნება, მანახე ღირს. რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს? აჰა, ნახეთ. ღირს იმ შემთხვევაში თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, სამართლიან მორალურ გადაწყვეტილებას და აირჩევს ამ თავის თასების დედოფალს და მასთან იქნება ანუ მატერიალური სიტუაციითაც, ყოველდღიური სიტუაციითაც და გრძნობებითაც, ხო, ანუ ძალ თუ მოიკრებს აიმისოთ, რომ თქვენთან ოჯახი შექმნას. სხვა შემთხვევაში
არ უნდა მისცეთ შანსი ამ ურთიერთობას. თუმცა აქ უფრო დადებითი მომენტები მომდის, აი კი გამარჯვება მაგის არკანით ხო რაღაცა ის შინაგანი და ყველაფრის ხელახლა დაწყება. მეორე ეტაპს უფრო გაქვთ, მეორე ვარიანტს უფრო გაქვთ შანსი იმის, რომ ეს ურთიერთობა განაახლოთ აბსოლუტურად განსხვავებულად და სწორი მიმართულება მისცეთ სამომავლოდ იმისთვის, რომ მოგიტანოთ რეალური ემოციური სიმშვიდე და ასევე სტაბილურობა ოჯახის დონეზე, მოდი რა პირდაპირ ვთქვათ, ხო, სტაბილურობის ოჯახის დონეზე, სადაც იდეაში შულსაც დაგეგმავთ, ოჯახსაც დაგეგმავთ, საკუთარი კერაც გექნებათ და არ გექნებათ იმისი მომენტი, რომ ხვალზე გისევ სადღაც მიიმალება. მგონია, რომ აქ ისეთი არკანები ამოვიდა მეორე ვარიანტში თავიდანვე სიგნიფიკაციით, ხო და ისეთ სიღრმეებზე და სულიერ დეტალებზე მიმითითა, რომ აქ მგონია, რომ უფრო მეტია შანსი ყველაფერი ბედნიერად დასრულდეს. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, დაგემშვიდობებით, ნახვამდის.